მოგესალმებით, დღეს ჩვენ build an atom ანუ ავაშენოთ ატომში, ფეთ სიმულაციაში ვითამაშებთ ავაშენოთ ატომი. რომ ავაშენოთ ატომი, ამისთვის შევიდეთ პირველში. ახლა ჩვენ პირველ რიგში ავაშენოთ ჟანგბადის ატომი. ჟანგბადის რიგობრივი ნომერი არის 8, ამიტომ ექნება 8 პროტონი 1 2 3 4 5 6 7 და 8. მას აქვს 8 პროტონი. არის ეს არასტაბილური, რადგან არ აქვს ნეიტრონი. რომ დავადგინოთ ნეიტრონის რაოდენობა ატომში, ამისთვის საჭიროა ჟანგბადის მასურ რიცხვს გამოვაკლოთ მისი რიგობრივი ნომერი, ანუ 16-ს უნდა გამოვაკლოთ 8. იქნება 8, ანუ მას ჟანგბადს აქვს 8 ნეიტრონი. 2 3 4 5 6 7 8. ეს არის სტაბილური. ახლა ელექტრონიც ექნება 8, რადგან აქვს 8 პროტონი. 1 2. ახლა 1 2 3 4 5 6 7 არ 7 აღარ 1 2 3 4 5 6 7 8. აქვს ამას აქვს 8 ელექტრონი, ანუ შევქმენით ჟანგბადის ატომი. ახლა გავაკეთოთ კიდე ერთი და გადავიდეთ შემდეგზე. ახლა ჩვენ გავაკეთოთ ჰელიუმის ატომი. ჰელიუმს აქვს 1 პროტონი, 2 პროტონი, რადგან მისი რიგობრივი ნომერი არის 2, ანუ 1 2. ეს არის არასტაბილური, რადგან არ აქვს ნეიტრონი. ნეიტრონი ჰელიუმის მასური რიცხვი არის 4, ამიტომ 4-ს გავაკლოთ 2 არის 2, ანუ მას ექნება 2 ნეიტრონი. და ექნება 2 ელექტრონი. შევქმნით ჰელიუმის ატომიც. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. აქ არის 5 შეკითხვა და უნდა ავაგროთ 10 ქულა. ვეცადოთ რომ ავაგროთ 10 ქულა. პროტონი, თუ აქვს 6 პროტონი და 6 ელექტრონი, მაშინ იქნება ეს მე-6 ელემენტი 1 2 3 4 5 6, ანუ ეს იქნება ნახშირბადი და იქნება ნეიტრალური, რადგან აქვს 6 ელექტრონი და 6 პროტონი, ანუ პროტონები და ელექტრონები ტოლია და იქნება ნეიტრალური. 2 ქულა. თუ აქვს 1 პროტონი და 1 ელექტრონი, ეს იქნება წყალბადი და იქნება ნეიტრალური ატომი, ტოლია. აქვს 8 პროტონი და 8 ელექტრონი, ეს იქნება ჟანგბადი და არის ნეიტრალური. ეს 2, დაგვრჩა 2. ესე იგი, აქვს 1 პროტონი და 2 ელექტრონი, მაშინ ეს იქნება წყალბადი და იქნება იონი, რადგან მინუს იქნება, მის მუხტი იქნება მინუსით. არის 10 პროტონი და 10 ელექტრონი. ეს იქნება ნეონი და იქნება ნეიტრალური ატომი. ახლა აქ უნდა დავადგინოთ იონები. აქვს 4 პროტონი და 4 ელექტრონი, მაშინ მათი იონი იქნება 0. აქ არის 1 პროტონი, 2 ელექტრონი, იქნება -1 ნეონი. იონი. ახლა აქ გვეკითხებიან მასურ რიცხვს. არის 8 პროტონი, 10 ელექტრონი. ანუ 9-ს უნდა დავუმატოთ 8, იქნება 17. დაგვრჩა 2. იქნება მისი მასური რიცხვი იქნება 1, იმიტომ რომ 1-ს რო გამოვაკლოთ იქნება 0. და მისი მასური რიცხვი იქნება კიდევ 1. აქ უნდა დავადგინოთ მისი მასური რიცხვი. ანუ გვაქვს 2 2. მაშინ იქნება 4, 1 2 3 4, ასე არის 4. ახლა გვინდა მაგნიუმის. ესე იგი 12 0 და იქნება 14 + 12 არის 26
ახლა დაგვრჩა სამი შეკითხვა. 1 თუ აქვს და 1 ეს იქნება +1. აქაც იგივე. 13 და 13 იქნება 0. და დაგვრჩა ბოლო. თუ აქვს 1 ეს 0, 1 არის მასური. ეს იქნება 1 და იქნება და დაგვრჩა ბოლო. აქაც იგივე, უნდა ავგროთ ათიკულა. დაგშოქნოთ ატომი. თუ აქვს 1 თუ აქვს 1 პროტონი და 1 ნეიტრონი, გამოდის რომ აქვს მისი რიგობრივი ნომერი არის 1, რადგან არის 1 პროტონი, იქნება მისი მასური რიცხვი 2, იმიტომ რომ 2-ს გამოვკლოთ 1 არის 1 და აქ არის 1 ნეიტრონი და იქნება +1 მისი იონი, რადგან არ არის ელექტრონი. ანუ ალბათ ის თუ აქვს მისი მასური რიცხვი არის 1 და არის მისი რიგობრივი ნომერი არის 1 და 0. ანუ გამოდის აქვს 1 პროტონი, 1 ელექტრონი და 0 ნეიტრონი. ახლა გვინდა 17 პროტონი. არის 17 პროტონი, არის 18 ელექტრონი და არის 20 ნეიტრონი. მაშინ მასური რიცხვი არის 17, რადგან არის 17 პროტონი. ნეიტრონი იქნება 20 + 17 არის 27. 27 და იქნება -1. და დაგვრჩა 2. ასე იგი გვაქვს 16 მისი რიგობრივი ნომერი არის 16. მასური რიცხვი 34 და იონი არის -2. ახლა იქნება 16 პროტონი, იმიტომ რომ მისი რიგობრივი ნომერი არის 16. გვექნება ახლა 34-ს გამოვაკლოთ 16, იქნება 34 10 არის 24, 18. და ელექტრონი იქნება 18. აი 18. +2. და ბოლო. გვაქვს 1 ელექტრონი, ანუ გამოდის რომ 1 პროტონი, რადგან გვაქვს მისი რიგობრივი ნომერი 1, იონი არა გვაქვს, რადგან 1 ტოლია პროტონები და ელექტრონების რაოდენობა და არის მისი მასური რიცხვი არის 2, რადგან 2-ს გამოვკლოთ 1 არის 1 და აქ გვაქვს 1 ნეიტრონი. ახლა კი დაგემშვიდობებით, ნახვამდის და გმადლობთ ყურადღებისთვის.